ჩემი წინაპრები, ბაბუა ჩემის მამა და თავისი ბიძები და ჩვენი წრე ყველა ხეზე ჭრიდა. ანუ ჩვენ მაგი მოგვდევს როგორც ეთქობა გენებში გვიდეს ასეთ რაღაცა და მე პროფესიით ვარ ეკონომისტი, დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. და ვეწევი რა ახლა ეს უბრალოდ ჩემი ჰობია და მიყვარს ეს სამუშაო, როგორც ჩემი ეროვნული, როგორც ჩემი სისხლი და ხორცი. ვეფერები ყველა გეომეტრიულ ჭრებსა და ყველა ასეთ ხეზეკვეთის ნიმუშებს ვეფერები. მე მინდა განახოთ ახლა ბაბუა ჩემის მამის ნამუშევარი. ეს არის სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისი. ეს გახლავთ სკივრის წინა ფასადი, წინა ნაწილი. ისი მზის ამოსვლა, შუა დღე და დაისი. ამასთან ერთად შუა დღეზე უსწრას გამოსახული აქვს მზის დაბნელება. დაბნელების დროს გამოჩნდა როგორც ეთქობა მერკური და ვენერა. ასეთი რაღაცა აქვს ჩაფიქრებული ამ კაცს. სხვათა შორის სვანი ხეზეკვეთის ოსტატები ძალიან განათლებული იყვნენ ასტრონომიაში. ისოდენ რა არის მზე, რა არის მზის დაბნელება, რა არის ვარსკვლავი, მერკური, ვენერა. როგორც არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა სვანეთის სავსეა ასეთი ძეგლებით. ჩვენი მაჩუბები, ჩვენი კოშკები, ჩვენი სვანური სახლები, შიდა ინტერიერი აბსოლუტურად საყოფაცხოვრებო ნივთები, ხარის უღელი, ყველაფერი არის ჩუქურთმაში. სვანურ მაჩუბში საცხოვრებელ სახლში ძირითადი პანო გახლავთ ლეჩუნდრიები. ამაზე გამოსახული იყო ძირითადად სვანეთის საზღვრები. სვანეთის ქვედა საზღვარი და სვანეთის ზედა საზღვარი. ქვემო სვანეთში არის ჩვენ ჩუკოლის ეკლესია გვაქვს, ჩუკოლის კარები და ჟახუნდერის ეკლესიის კარები. ესენი არიან ხეზეკვეთის უნიკალური ნიმუშები აქ გაკეთებული. ეს არის მსოფლიო დონე. ამას ვერ გაიმეორებ, ამას თავიდან ვერ შექმნი. მე პირადად გაკეთებული მაქვს ჩვენ სოფელში სადღაც 5 კარები, საეკლესიო კარები. ჩვენი სოფლის მაცხოვრის ეკლესიაში, სადაც ძველი კარი ჩვენი რომელიც უკვე გამოსული იყო მწყობრიდან ის მოხსენით და იქ ჩავსვით ახალი კარები. მზემ დახეთკა ნახეთ, დაიხეთკა ეს მზის ხვება დახეთკეს. ოპელენჯერის მაცხოვრის ეკლესია. მე მინდა აღვნიშნო გულის ტკივილით ის ფაქტი, რომ რაღაცა ეს ხელოვნება არ არის დაინტერესება ამ ხელოვნებაში, ანუ
ახალგაზრდობა სხვა მხრივ მიდის. პირადად მე გახსენილი მქონდა სკოლა 32 ბავშვი მოვიდა სხვადასხვა სოფლებიდან, რომლებსაც ეს რაც ვიცოდით გადავეცით რა, მაგრამ მის მერე რაღაცა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით რაღაცნაირად ეს უფრო მალე როიშოვნო ფული იმის კეთებაზე გადავიდა ხალხი.